სალამი მეგობრებო, დღეს ვარ გამოსული კერძოტბაზე სათევზაოდ, ესე გამოიყურება ჩემს უკან ტბა, სადაც ბინადრობენ ლოქოები, ჩიხონები, ქარიყლაპიები და კიდე სხვა ადგილობრივი თევზები, რომლის სახელებიც უბრალოდ არ ვიცი, მაგრამ ძალიან ძლიერი თევზები არიან. დიდი ხანი არ ჩამწერია ვიდეო, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დაკავებული ვიყავი, ვერ მოვიცალე. და დღეს არის ის დღე, როცა გამომიჩნდა დრო და გამოვარდი ეგრევე სათევზაოდ. ასე რომ დასაწყისშივე დაალაიქე, გამოიწერე არხი, მომეცი мотивация და დავიწყოთ თევზაობა. ეს ტბა გამოირჩევა იმით, რომ ყავს შედარებით მოზრდილი თევზები, ანუ action ვიდეოს გადასაღებად აქ მოსვლა არის იდეალური გადაწყვეტილება. უბრალოდ დღეს არ გამიმართლა და შედარებით ქარიანი ამინდია, მაგრამ დიდად პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ უარეს ამინდში დამიჭერია აქ კაი ზომის თევზები. ხო და დღესაც ანალოგიურად გვუცდი, ძირითადად მაინც ვობლერებზე ვიქნები. შეიძლება დაგვარად, შეიძლება სილიკონის გაუტარო. და ვნახოთ რა იქნება. ასე რომ დავიწყოთ უკვე, გავშლი ყველაფერს და დავიწყებ თევზაობას. და პირველი დავიწყებ დუოს ესეთი 6 გრამიანი ვობლერით, რომელიც ძალიან მიმზიდველად გამოიყურება ჩემი აზრით. ესეთი ზურგი აქვს, გვერდები მოვარდისფრო, მუცელი ვერცხლისფერი. თუ ძალიან იპასიურა, აუცილებლად გადავალ სილიკონზე. My name is Pang Pang. Pang Pang. Pang Pang. Sandro. 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 მოწანე ბიაჩილა. ოკეი. პირველი ჩინელია ჩემი სახელი, რომ ესე მარტივად დაიმახსოვრა. Так, შედარებით იქით ხარეს გადავალ. იქით ხარეს უფრო ესეთი წაწვენილი ნიადაგი არის და თევზი რომც დაждდეს, თან უფრო მარტივად ამოვიყვან. ასე რომ იქითკენ გადავინაცვლო ჯობია. ჩვენ ნაპირთანაც თევზი არ დამინახია დიდად. მაგრამ ეგ დიდი პრობლემა მაინც და მაინც არ არის. დავუშვათ. რაღაცა. ძალიან რთულია გატარება, მოკლედ გატარება რა გადაგდება არის ძალიან რთული. პატარა სიმძიმეა. უჭირს სროლა. აი მოდი ესე ვცდი. აჰა, ничего. ამჟამად მოუწდი ისევ დუოს on ვარდისფერს. ეს არის 5.5 გრამი თუ ზუსტად მახსოვს. ან 5 გრამი. წვიმამ საკაიფოდ დავუშვ, მაგრამ მუღამს მაინც ბოლომდე არ ვიკარგავ. ვაგზელებ თევზაობას გიჟივით. და გადავეწყე სილიკონზე. ეს არის დაივას სილიკონი, რომელსაც აქვს პიტნის არომატი, რომელიც ლოქოზე ძალიან კარგად მუშაობს ხოლმე. მიყენია ღია ნემსკავი, სიმძიმე მაქვს 0.8 გრამი.
რაღაცას გამოვედე. ესეთ კერძო ტბებში ყოველთვის უფრო აქტიურად დგას თევზი გაყოლებაზე ხოლმე. რამდენიც აქ მოსულა, რომ უმეტესი დამიჭერია ნაპირთან ახლოს. კიდე. ოპა, იყო წარტყმა. мотивация დამივარდა, მაგრამ იმედია ყველაფერი გამოსწორდება. ძალიან პასიურია, რამოდენიმე პატარა ჩარტყმა იყო, სავარაუდოდ ბასი იქნებოდა. ასე რომ ცოტა ხანი დავდივარ ახლა, რომ მეორე მხარეს უნდა გადავიდე სადღაც იქითკენ ცოტა ბოლოსკენ. იმედია თევზი გააქტიურდება და мотивация ისე მომივა, მოვიხოდები. ამინდიც არ მიწყობს ხელს ძალიან და დავსველდი უკვე, მაგრამ ნიჩიო. თავარია თევზი გააქტიურდეს და ამინც დიდად ავრჩივი. ასე რომ დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი და გავაგრძელოთ თევზაობა. ოპა, იყო წარტყმა. ხო, რა ქარი დაუშვა. ცოტა ხანი პატარა შესვენება გავაკეთე, იმედი მქონდა რომ გამოიდარებდა, მაგრამ მთელი დღე წვიმას აპირებს. დაჯდა! ბიჭო! რა კაი დროს ჩავხდი კამერა. так, მოიცა, მოდი აქ. თან ზუსტად ეგ არის რაც მინდოდა. ოპა. სარი, ერთი უმაგრესი თევზი ჩინეთში. Sorry. Опа, нахер ощупать. Все. Оп. Опа, все. Ега. ეს არის აქაურები ეძახიან mandarin fish. თიცამი. ძალიან წკიბზე აქ აღებული. ოპა. ეს არის ესეთი სიგიჟე თევზი. Ура, кайзома, там, бიჭო. აი ესეთი სიგიჟე. ფუ. მაგრესია. ოპა. მას გახედეთ. ხელა პირია ჩემი. აუშოთ. წერან კი ვიზახდი რომ мотивациას კარგავთ ხო, მაგრამ თან ვიცოდი რომ თუ ამინდი ცოტა გამოიდარებდა სავით, უეჭველი დავიჭერდი რაღაცას და ამ თევზის გამო ღირდა მოსვლა და ლოდინით. ესე რომ გამოიწერე არხი დაალაიქე ვიდეო და გავაგრძელოთ თევზაობა.
ვაიმე რა მხილა რაღაცა მაცილა. გავატაროთ ისევ. აიმე ეს რა იყო, ბიჭო? ოპა, აბა რა, მოდი აქ. აბა. რა დავსვით ბიჭო. ოჰოჰოჰო, შეგენაცვალე. წამო. წამო აქეთ. ეს ლოქოა უეჭველი. აბა რა. ამოაკეთ და გაუშვო თორე შეიძლება გაწყვიტოს. დუო იმენა დუო რა. ბიჭო რა შრება. ძალიან მაგარი აი. არ არის ლოქო, შემთხვევით გამოედო. დასტალობიქს გავს. ბიჭო. დავდგები რომ მაგიტო მევასება ეს ტბა რომ არასოდეს არ იცი რას დაიჭერ. პასიური კია შედარებით, მაგრამ სუდიდი თევზები ყავს რა. ეს საზანია ბიჭო. შეიძლება გამექცეს. შეიძლება გაიძროს, იმიტომ რომ ძალიან ისე აქ გამოდებული აი წკიპზე რა. ურა მხილა საზანი ბიჭო. მოიცა. მოდი და გაგიშვებ. ბიჭო. მოდი დაიღალე ცოტა, ჰა. დროა უკვე. так, ура გაბერილია. ბიჭო ამაში სად ქონდა გამოდებული და რაც კლიპზე ამას გახედა წყნარად ამას გახედეთ ბიჭო მოიცა წყნარად ორსულად ხარ დაგასვენა მოიცა დაგ ამას გახედეთ ბიჭო საოცრება ხდება შეხედეთ აი ძმაო თევზი ჰურა საოცრება შეგენაცვალე გაგიშვებ ახლა გაუშვოთ აი ძმაო ოპა წად
გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო ბიჭო რეები ხდება. ესეთ ამინჩი ხო არ გადავთ ან. აუ ძალიან ასწორებს, ზღვა ემოციებში ვარ. პროსტა არ ვიცი. გამოიწერე და ლაიქე და დააკომენტარე, რავი, გადააზიარე ყველაფერი ხენ. მომეცი მეტი მუღამი რომ უფრო მაგარ ადგილებში ვიარო რა და უფრო კაი ვიდეოები გადავიღო. აუ რა мотиваცია დავკარგე არა ყვახი ჩემი. მაგრამ მოვიხოდე, ეხლა დაჟე იმ თევსაც დავიჭერ უეჭველი, აი წეღან რამაც აცილა რა. ეს შემთხვევით გამოედო ამას. მაგრამ აი მან რასაც აცილა წეღან. ის ძალიან გიჟი თევზია რა. პროსტა და უეჭველი დასაჭერია, ასე რომ გავაგზავნოთ თევზაობა. ო, ჩემი ეგარი დავაფინიშე მე მგონი დავაფინიშე ის თევზი. აუ დასტალობიკი. ესეც ბონუსი. სკელშუბლა პატარა. აი ესეთი პატარა სკელშუბლა. აუ როგორ გამისწორდა არა და მეთქი დავაფინიშე თქო და. გაგიშვებ ეხლავე. Всё. Опа. პატარა სკელშუბლა. გავუშვით. დღეისთვის სულ ეს იყო, ძალიან დავსვენდი. ძალიან წვიმს მოკლედ რა აზრი არა აქვს და გავილუმპე, დავიღალე თან, წელიც მეტკინა, კისერიც მეტკინა. ხო და გამოიწერე არხი, დაალაიქე ვიდეო თუ მოგეწონა. და შევხვდებით შემდეგ თევზაობაზე, ისევ ამ ტბიდან სავარაუდოდ, იმიტომ რომ აქ დასაფინიშებელი ყავს ერთი თევზი. ასე რომ დროებით შევხვდებით შემდეგ თევზაობაზე.